ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Soundspring-ი დასრულდა. ფესტივალის ბოლო დღეს ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის ნინო ჟვანიამ და კოკა ნიკოლაძემ ვორქშოპი ჩაატარეს. კოკა ნიკოლაძემ და ტეტე ნოიზმა მელომანებს მუსიკალური პერფორმანსით შესთავაზეს. ნორვეგიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი მსმენელის წინაშე 4 საკუთარი ნაწარმოებით წარსგა. ფესტივალი ბათუმში მეორე ჩატარდა. მის ერთ-ერთი მხარდამჭერი აჭარის განათლების და კულტურის სამინისტროა. ძალიან მიხარია, რომ საშუალება მომეცა ჩემი პატარა ძვრელი შემეთანა ძალიან წარმატებულ ფესტივალში და იმედი მაქვს მის წარმატებაში. დღეს მე ვისაუბრე ექსპერიმენტული ამერიკული მუსიკის ფუძემდებელზე, ერთ-ერთ ფუძემდებელზე ჯონ კეიჯზე და მის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ნაწარმოებზე 4 და 33, რომელიც 4 წუთისა და 33 წამის განმავლობაში სრულ სიჩუმეში სრულდება. ამ ფესტივალში მონაწილეობას პირველად ვღებულობ. ძალიან ნერვიულობდი, იმიტომ რომ ყველა ნაწარმოები, რომელიც მქონდა ჩამოტანილი, იყო საოცრად ექსპერიმენტული. არ ვიცოდი როგორ მიიღებდა ამას საზოგადოება, მაგრამ არ ვიცი, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ძალიან მოეწონათ, ასე რომ უზომოდ ბედნიერი ვარ. ფესტივალს წელს ყავდა ძალიან ბევრი სტუმარი, მიუხედავად იმისა, ფესტივალი მეორე წელია რაც ტარდება. წელს უკვე ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს. ამ მხრივ ძალიან კარგად ჩაიარა ფესტივალმა და სამომავლოდ ალბათ გაიზრდება ფესტივალის რიცხობრივი სტუმრის რაოდენობა და ასევე მონაწილეების რაოდენობა.